როგორ ხართ ჩემო მეგობრებო? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, გისურვებთ მშვიდობას, რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს. მოგიკითხავთ ემიგრანტებო თქვენ, ხელს გიქნებთ, გიღიმით და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა თვითონ თქვენთაგანს, თქვენი უკავშირისთვის, თქვენი რეაქციებისთვის, თქვენი გამოწერებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. პირად კონსულტაციებზე იცით, როგორც უნდა მომმართოთ, მესენჯერში ალების ტარო და სანთელზეც ასე და ტაროზე და არხის აღწერაში განთავსებული ასევე ანგარიშის ნომერი, სადაც შეგიძლიათ თქვენი სურვილი სამეფო გარკვეული თანხა დარიცხოთ, ხო? ძალიან მიზერული თანხები, უბრალოდ ენერგიის გაცვლა გამოსვლისთვის და თან ისევ თქვენთვისვე, რომ ბევრი საინტერესო დასტა და ბევრი ლამაზი აქსესუარი შევიძინოთ, ისევ თქვენთვის და არხისთვის. კარგით. მოდით დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა სამ ვარიანტზე. ხომ ვიცი, ყველაზე მეტად ეგ გაინტერესებთ ხოლმე. ენატრებით ჩაფიქრებულ ადამიანს. ენატრებით და თუ გამოვა კონტაქტზე. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და ვნახოთ პირველი ვარიანტი. ვინ არის თქვენი ადამიანი? ოთხიანი. გვერდხები რაღაცა ძალიან კარგი ისეთი რა, ემოციური, აქტიური, ოჯახური წვეულებების მოყვარული, საერთოდ წვეულებების მოყვარული ხო რაღაცა გართობის მოყვარული, სხვა შორის მეოჯახეც შეიძლება ვთქვათ, ეს ადამიანი ძალიან ისეთი ძლიერი, რომელიც ძალიან კარგად მართავს საკუთარ ცხოვრებას, კარგად უკავია სადავეები ხელში, მაგრამ კოფოზია შემომხტარი, დააკვირდით. ანუ რაღაცა ძალიან ზედმეტ თავდაჯერებაშია ეხლა გადასული, რაღაცა მაპატიეთ თავში აუვარდა ცოტას რო ვიტყვით ხოლმე, ხო და ისეთ ემოციურ ფსიქოკლიმატშია, რომ შეიძლება ძალიან მარტივად რომელიმე სადავე ხელიდან გაიქცეს და ჰოპ, აღარც ეტყია და აღარც მეეტრე, ხო, ჯვარი წერია ყველას. და ვინ არის? ძალიან კვერთხების ტუზი ძალიან ქარისმატული, ძალიან მიმზიდველი, ძალიან ახოვანი, ლამაზი გარეგნობის ადამიანი შეიძლება იყოს და ისეთი გამარჯვებებზე ორიენტირებული ადამიანი, ხო? ну, ვისაც თავის გარემოცვაში პატივს სცემენ და ისეთი საკმაოდ მისაღები პიროვნებაა, ხო? და კარგით, აბა თქვენთან ენერგიები მითხარით, ენატრებით. გოგოებო, როგორ გითხრათ და ბიჭებო, რომ არ ენატრებით. ну, ყველა თქვენს თავზე გადააკატავეთ, ხო? კი, ენატრებით, ცალსახად ენატრებით, მაგრამ ტრანსფორმაციაშია. ფიქრობს, რომ ამ ტრანსფორმაციიდან შეიძლება რაღაც კი, ენატრებით. ძალიან ატკენია, ძალიან, აი როგორ კივის ნახეთ რა, ხალის კივილს, აი როგორ კივის უყურეთ, თითქოს მეყურში ჩამესმის და დააკვირდით როგორი მომენტია, გული ხო ორად გახლეჩილი და აქეთ კიდე ერთი ნაწილი კიდე ორად არის გახლეჩილი. აქ რაღაც სამკუთხედის ენერგიები და სუნი მცემს, მეგობრებო. კაი, გამოხვალ კონტაქტზე. არა, განდეგილია. ჯერჯერობით უნდა თავის წვენში მოიხარშოს და ტრანსფორმაციები გაიაროს. კი, კვერთხების დედოფალი დადებითი არკანია, პოზიტიური არკანია, მაგრამ ეს უფრო მეუბნება იმას, რომ თქვენ მისთვის ხართ ზუსტად ესეთი ადამიანი, ესეთი მაგნიტური, მიმზიდველი, ქარიზმატული, მაგრამ არა, კონტაქტზე ნუ ჯერ აი ნახეთ რა, სამი მაღალი არკანი, სამივე ტრანსფორმაციის არკანი დამიჯდა. ჯერჯერობით არა. უახლოეს პერიოდში არა. მადლობა პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტი. აბა ვინ არის მითხარით? ბიჭებო და გოგონებო, ну ვინ არის? ეხლა სიგნიფიკაციაზე მეტად თავის ენერგიებს მეყობა, ძალიან ატკენი, ძალიან ნეგატიური და ესე ვთქვათ, ნახეთ. ოთხიანი თასები.
სინანულში, რაღაც იმედგაცრუებაში, ხო, ყველაფერი მერყეობაში. აქ სიგნიფიკაციას არ მაჩვენებს, ენერგიებს მიყვება პირდაპირ, არ არის ეს ადამიანი კარგად. აი, როგორ ვთქვა, კარგად არის, ნახეთ. ტვირთები, სხვისი ტვირთებიც წელზე აქვს წამოკიდებული, თავისი კი არა მარტო. არა, არ არის ადამიანი, არა. ხო, ჯასტიკ სამართლიანობის არკანით რაღაცა ძალიან დიდ ტრანსფორმაციებშია, რაღაცა დიდ გაურკვევლობებშია და დიდ ისეთ ენერგეტიკაში. დაბალ ვიბრაციებშია ძალიან. კაი, ენერგიით. ხო, პენტაკლებია ჯერ არა. რაღაცა მესაკუთრე ეგოისტი, სულ აი როგორ ვთქვა, ხა რაღაცა დონეზე კი ეფიქრებით, ერთადერთი კი ხო თასების პაჟით ამოდიხართ, ხო თასების რაინდით ფიქრობს თქვენზე, მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში მაპატიეთ ბევრად მნიშვნელოვანი რაღაც როგორც ჩანს ცხოვრებისეული მომენტებია, უფრო ყოფითი პრობლემები, კი? არა, აქ ახსენდებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქ რაღაცა მონატრებისგან გიждდება, რა სერიოზული პრობლემები აქვს და ამიტომ მისი გონება ახლა ნაკლებად არის ემოციებით დაინტერესებული. რასაც მე მიჩვენებს ტარო და მოდი მითხარ გამოხვალ კონტაქტზე. თასების ტუზი, განდეგილი. თასების ტუზი კი არა, კაცო, თასების მეფე და თასების ტუზი აგერ ახლა ამომივიდა თქვი და არკანიც ამოვიდა, რასაც სწავლია. ზოგჯერ კი არა, ხშირად მიყივის ხოლმე ასენა, მაგრამ ეს ნამეტანია უკვე. ხმლების მეფე. აი მიუხედავად იმისა, აქ ფიქრობს კონტაქტზე გამოსვლას, აი ორიანი კვერთხებით შემიძლია გითხრათ, რომ მერყეობს, ხმლებითაც შემიძლია რომ გითხრათ, ხმლების მეფითაც რომ რაღაცას აი თითქოს წონის ლოგიკასაც მისდევს რა და ჯერჯერობით მაინც და არა. ახლა მომავალში ვერ ვხედავ აქ კონტაქტზე გამოსვლას და მესამე ვარიანტი. თქვენი თუ არ არის მეგობრებო ვარიანტები, ნუ დაკარგავთ დროს, ხო, იმიტომ რომ ნუ დაიპროგრამებთ თავსაც, როგორც კი მიხვდებით, რომ თქვენი არ არის ინტუიციურად გაეშვით. და კარგით, მესამე ვარიანტი მე ვინ მომიბრძანეთ აბა? რა ჭირს, კაცო, გაქცეულია ეს ადამიანი, თუ რა მოვუვიდა? ჩიხებში, ჩაკეტილობებში, მაგრამ ძალიან გამკები, ძალიან გრძნობი არის. აი სიყვარული რომ უყვარს ადამიანს თვითონ ხო გესმით, აი ესეთი ადამიანია, მომეწონა კი. ადამიანი, რომელიც ერთი მუჭა მიწა რომ მისცეთ, ჰექტრებს ჩაგაბარებთ, ესეთი ადამიანია რა. ერთი ჩაეხუტებით, 10 ჩაგეხუტებათ. ძალიან კაი ადამიანი არ ვიცი, ბიჭები, გოგოები ვისყურებთ, მაგრამ ძალიან კარგი ენერგიები მომდის. მაგრამ ეხლა რაღაცა თითქოს იმედი გაუცრუდა, თითქოს დაიღალა, თითქოს მობეზრდა გარკვეულ პოზიციებში ყოფნა და ემოციებისგან ზურგ შექცეულია და რაღაცა თავის მატერიალურ სიტუაციებსა და კარიერაზეა გადართული. კარგით. ახლა მითხარით. თავარი კითხვა, რაც ჩვენი კითხვის არსია, ჩვენი მოკლე გაშლის, ხო? ენატრებით. კი. ბევრს ფიქრობს თქვენზე. გული წყდება ძალიან. კი, ვერ ხვდება რატო. როგორ არ ენატრებით თასები და ერთი წამით არკანი გადამივარდა. ესეც თასები. ენატრებით. ცალსახად ენატრებით, მეგობრებო, როგორ გითხრათ, რომ არ ენატრებით, მაგრამ აქ ძალიან გაურკვეველი რაღაცებია თქვენ შორის, რაღაცეებში უკვე დაფარულიც არის. ან ამ გოგოს თუ ბიჭს რაღაც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს დღესდღეობით. ეს თავშიც მიჩვენა და აი ამ ორი არკანითაც გრძნობ რომ ამ ადამიანს ხო. მაგრამ ინფორმაციას ცდილობს, რომ აი ძალიან დიდი მიჭაჭულობებში, ამას მენტალურად, ფსიქოლოგიურად უჭირს მეგობრებო. ძალიან მძიმედ არის, მძიმე ენერგიებშია.
კი. მაგის არკანიც, მერყეობა, ხმლები. აი, ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გადიან ხო ტრანსფორმაციას დროულად და ერთ წრეზე ტრიალებენ. ანუ ფაზები ხო არის ასეთი ფსიქოლოგიაში, რომ ჯერ ვბრაზდებით, ხო, მე სევდაში გადადის, მე სევდიდან გადავდივართ რაღაცა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში, ქრონიკულ სევდაში, ხო, ვერ გამოვალთ იმ სიტუაციიდან. მე თუ თავი დავახციეთ და რაღაცნაირად გამოვახციეთ იქიდან მიმღებლობაში გადავდივართ, ხო? ხა მიმღებლობა იმას კი არნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მე მომწონს და კარგია, მაგრამ როგორიც არის ისე მივიღე, ხო? მე კიდე სხვადასხვა ფაზები მოსწევს და ბოლოა მადლიერება, ხო, მაგრამ ეს ადამიანი აქ აი გაბრაზება წყენა სევდის წრეზე დადის, ესეთი მომენტი მაქვს მე. ენატრებით, მაგრამ ძალიან ძიმე ენერგიებში აი აქ რამე პერსპექტივა თქვენს ურთიერთობას შეიძლება რომ გამოვიდეს კონტაქტზე და რაღაც აღდგეს თქვენ შორის. არ გამოურიცხავ, იმიტომ რომ ერთხელ ძალიან ბევრს ფიქრობს, როგორ გითხრათ. აი ამას ძალიან დიდი მინჭაჭულობა აქვს თქვენზე და ძალიან ენატრებით, აი თითქოს უთქვენოთ, აი როგორც ინვალიდი უყავარ ჩემო დასია რა. ძალიან ბევრს ფიქრობს. აქ არის ძალიან დიდია შანსი იმის, რომ ურთიერთობაში ეს კონტაქტზე გამოვიდეს, მაგრამ ჯერ არა, ჯერ დრო დაჭირდება. ჯერ რაღაცები უნდა გადახარშოს, გადაიტანოს და კი, მე ისე ბევრი კვერთხია და ეს მოფიქრები ნებს იმას, რომ თითქოს აი ჯერ უნდა დაილაგოს რაღაც მატერიალური, ფინანსური სიტუაციები, რაღაცა კი, აქ ეს მიფიქრ, რაღაცა ჯერ უნდა თავის თავში გადახარშოს და მე გამოვაკონტაქტოს. მადლობა მესამე ვარიანტს და გიმშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ დროებით.